მოგესალმებით. დღეს თქვენი მყოფებით ჩემ არხზე და მორიგ ვიდეოს გთავაზობთ უძრავი ქონების გაყიდვის. დღეს ვიმყოფებით თბილისში, მეტრო ვარკეთილთან ახლო ტერიტორიაზე, ხომლელის ქუჩაზე. არის გასაყიდი კერძო სახლი, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ესე ყველაფრის გათვალისწინებით. ეს კერძო სახლის ლოკაცია და მდებარეობა არის ხომლელის ქუჩა 37 ნომერი. ეხლა გაჩვენებთ თვითონ სახლს. აქვს არაჩვეულებრივი კუთხის ლოკაცია. აი შეხედეთ, ეს ავტოფარეხი, ეს კედელი, აი ეს თვითონ არის ხომლელის ქუჩა. იქით რომ მივყვეთ, არის მეტრო ვარკეთილის ტერიტორია. აი ეს მთლიანად ეს კუთხე 300 კვადრატამდეა მიწის ნაკვეთი. 200 კვადრატამდეა შენობა ნაგებობა და პლუს ამასთან აქვს აი ეს საპარკინგე ადგილი. აი შეხედეთ რამ ხელაზეა და აი აქ არის კომერციული ფართის დაშენების პროექტი ნებადართული ჩვეულებრივად. ეს მთლიანად ქუჩა მეტრო ვარკეთილიდან მოყოლებული სულ არის მოძრავი ქუჩა. არის კომერციული ფართები. ეხლა ჩვენ შევდივართ ეზოში. აი ეს არის დახურული ტიპის ეზო, იზოლირებული. აქ გრილის ადგილი. აი ეს არის იმ კომერციული ფართის დაშენების ნებართვა. აი ესეთი სტილის გამოვა იმ ფართზე დაშენებული კომერციული ცალკე მდგომი ფართი. ეს გვაქვს დახურული ეზო, აი ეს კიდევ ის კომერციული ფართის ადგილმდებარეობა, მშვენიერი დახურული ეზო, გამოდგება როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული თვალსაზრისით. ეხლა შემოვდივართ ბინაში. ჩვენ ვართ ხოლში, აქედან შესასვლელია ავტოფარეხში. აქედან ავდივართ საძინებლებში. იქით სამზარეულოა. ერთმანეთში გამავალი ორი საძინებელი, ორივე ფანჯრიანია. ეს ერთი საძინებელი. ეს მეორე საძინებელი. ბინას გააჩნია ავტონომიური გათბობა. თქვენი მონამორჩილი ლევონ სოლომონიანი. აქაც ფანჯრიანი საძინებელი. ჩვეულებრივი სტანდარტულ სამოთახიან ბინაზე, დიდ ბინაზეა საუბარი. აქეთ გვაქვს სამზარეულო. კიდევ ვიმეორებ, როგორც ცალკე საცხოვრებლად, ისე ცალკე როგორც კომერციული ფართისთვის გამოდგება ეს სახლი და ადგილმდებარეობა ვარკეთილის ტერიტორიისთვის აქვს არაჩვეულებრივი. აქეთ სველი წერტილი. ბინა ფაქტიურად გარემონტებული, ახლა ფეშენი და რაღაცა ვამე ვნახე ეგეთი არ არის, მაგრამ იზოლირებულ კერძო სახლზეა საუბარი და საკმაოდ დიდი ზალა გააჩნია ამ სახლს. აი შეხედეთ, ბუხარი. ზალაც ფანჯრიანია. ანუ ყველა მხრივ ნათელი ბინა მშვენიერ მდგომარეობაში. ავტონომიური გათბობა გააჩნია სახლს, ავტოფარეხი და პლუს რაც ფართი არის ამ სახლის ქვევი და ახლა შეგახედებთ აქედან. იგივე მაღალჭერიანი, აი, მთლიანად სახლის ქვეშ მაღალჭერიანი ნახევარ სარდაფით ცალკე ჩასასვლელის გააჩნია და ცალკე ავტოფარეხიდანაც შევდივართ ამ ნახევარ სარდაფში და ბინაშიც ავდივართ. აქ არის ის დამხმარე ფართი, რომელზეც კომერციული ფართის დაშენება გაკეთდება თუ სურვილი გექნებათ. კიდევ ვიმეორებ მონაცემებს. ხომლელის 37-ზეა საუბარი მისამართით, მეტრო ვარკეთილიდან ზუსტად არის ერთ გაჩერებაში, ყველაზე მოძრავ ქუჩაზე.
შენობა ნაგებობის ფართის პლუს-მინუს არის 200 კვადრატის ფარგლებში, მიწის ნაკვეთი უკავია 300 კვადრატულ მეტრამდე. საწყის ფასს იძახიან $180,000. ჩემი საკონტაქტო ნომერი 591-632-671. ლევანი. გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ჩემი ვიდეოები. კარგად ბრძანდებოდეთ.